გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ესე იგი ჩვენ გერმანულენში უნდა ვისწავლოთ, უნდა გავიმეოროთ უბრალოდ პირველ რიგში პირის ნაცვალსახელები. ანუ როგორ არის გერმანულად მე, შენ, ის და ასე შემდეგ. მერე კი უნდა გავიმეოროთ კუთვნილებითი ნაცვალსახელები. ანუ ჩემი, შენი, მისი და ასე შემდეგ. მოდით ჯერ იცით როგორ გავაკეთოთ? ჯერ ვისწავლოთ პირის ნაცვალსახელი, მერე კუთვნილებითი ნაცვალსახელი. მაგალითად, ნახეთ, მე გერმანულად არის ich. Ich, მე. მაგალითად, ich komme, მე მოვდივარ, ხო? Ich komme, მე მოვდივარ. Ich, მე. და ახლა ჩემი როგორ არის გერმანულად? ჩემი გერმანულად ეს არის mein, meine. Mein, meine. Mein გამოიყენება მამრობით და საშუალო სქესის არსებით სახელებთან და meine მდედრობით სქესის არსებით სახელებთან, ასევე მრავლობითში. მაგალითად, მასწავლებელი გერმანულად არის die Lehrerin, ეს არის მდედრობითი სქესი, ჩემი მასწავლებელი იქნება meine Lehrerin. Meine Lehrerin. ან ძმა გერმანულად არის der Bruder, ეს არის მამრობითი სქესი და ჩემი ძმა ეს იქნება mein Bruder. Mein Bruder. ახლა გადავიდეთ შენ და შენი ეს როგორ არის? შენ გერმანულად არის du. მაგალითად, du kommst, ანუ შენ მოდიხარ. ახლა შენი. შენი გერმანულად არის deine. მაგალითად, შვილი გერმანულად არის das Kind, რომელიც არის საშუალო სქესი და შენი შვილი ეს იქნება dein Kind. ან მაგალითად, ავიღოთ ისევ ავიღოთ მასწავლებელი die Lehrerin, რომელიც არის მდედრობითი სქესი და შენი მასწავლებელი ის იქნება deine Lehrerin. შემდეგი ახლა ის როგორ არის გერმანულად? ოღონდ მამრობითი სქესი. ის ეს იქნება er, ანუ ის, რომელიც არის მამრობითი სქესი. მაგალითად, er kommt, ანუ ის მოდის. ახლა მისი როგორ იქნება? ისევ მამრობითი სქესზე მაქვს საუბარი. მისი ეს არის sein, ან seine. მაგალითად, მისი ძმა გერმანულად იქნება sein Bruder, მისი ძმა, მისი და იქნება seine Schwester, რადგან Schwester არის მდედრობითი სქესი, მის წინ გამოვიყენეთ seine და Bruder არის მამრობითი სქესი, მის წინ კი გამოვიყენეთ sein. ახლა ის ოღონდ მდედრობითი სქესი. ის მდედრობითი სქესი ეს გერმანულად არის sie, ის. მაგალითად, sie kommt, ანუ ის მოდის. ახლა მისი როგორ იქნება მდედრობითი სქესზე? ihr, ან ihre. მაგალითად, მისი ძმა იქნება ihr Bruder და მისი და იქნება ihre Schwester. ახლა გადავიდეთ ჩვენ და ჩვენი. ჩვენ გერმანულად არის wir, ჩვენ, მაგალითად, wir kommen, ჩვენ მოვდივართ. და ახლა ჩვენი ეს არის unsere. მაგალითად, die Familie არის ოჯახი გერმანულად. die Familie ოჯახი, ჩვენი ოჯახი ეს იქნება unsere Familie, ანუ ჩვენი ოჯახი. ახლა თქვენ და თქვენი, ოღონდ მრავლობითი რა თქმა უნდა. თქვენ ეს გერმანულად არის ihr, ანუ თქვენ. მაგალითად, ihr kommt, თქვენ მოდიხართ. ახლა თქვენი ეს არის eure. მაგალითად, სახლი გერმანულად არის das Haus, სახლი, რომელიც სქესია, საშუალო სქესია. ახლა თქვენი სახლი ეს იქნება euer Haus,
house, ანუ თქვენი სახლი. ან მაგალითად თქვენი ოჯახი ეს იქნება eure Familie. Eure Familie. ახლა ისინი და მათი. ისინი ეს არის sie. Sie ისინი. Sie kommen. Sie kommen ისინი მოდიან და მათი როგორ არის გერმანულად. მათი ეს არის ihr, ihre, ihr, ihre. მათი სახლი იქნება ihr Haus, ihr Haus და მათი ოჯახი ეს იქნება ihre Familie. Ihre Familie. და ბოლო დაგვრჩა ერთი, თქვენ, რომელიც არის თავაზიანი ფორმა, ანუ sie. Sie თქვენ, მაგალითად sie kommen, თქვენ მოდიხართ, ეს არის თავაზიანი ფორმა. და ახლა ამ შემთხვევაში თქვენი როგორ იქნება? ეს იქნება ihr, ihre, ისევ. Ihr, ihre. მაგალითად თქვენი სახლი იქნება ihr Haus, თქვენი შვილი მაგალითად ihr Kind, ihr Kind, ან თქვენი შვილები ihre Kinder, ihre Kinder, რადგან die Kinder ეს არის მრავლობითი პლურალ და აქ გამოვიყენეთ ihre და გახდა ihre Kinder, ანუ თქვენი შვილები. ესე იგი, ახლა მოდით ცალ-ცალკე ვთქვათ. პირის ნაცვალსახელები. Ich, მე, du, შენ, er, ის მამრობითი სქესი, wir, ჩვენ, ihr, თქვენ მრავლობითი, sie, ისინი და sie, თქვენ თავაზიანი ფორმა. კუთვნილებითი ნაცვალსახელები. ჩემი, mein, meine, შენი, dein, deine, მისი მამრობითი სქესი, sein, seine, მისი მდედრობითი სქესი, ihr, ihre, ჩვენი, unser, unsere, თქვენი მრავლობითი, euer, eure, მათი, ihr, ihre და თქვენი თავაზიანი ihr, ihre. დაიმახსოვრეთ, რომ mein, dein, sein, ihr, unser, euer, ihr, ihr. აი ეს ყველა გამოიყენება მამრობითი და საშუალო სქესის არსებით სახელებთან. მაგალითად, der Lehrer არის მასწავლებელი კაცი, der Lehrer, ჩემი მასწავლებელი იქნება mein Lehrer, შენი მასწავლებელი dein Lehrer, მისი მასწავლებელი sein Lehrer ან ihr Lehrer და ასე შემდეგ. და meine, deine, seine, ihre, unsere, eure, ihre ეს ყველა გამოიყენება მდედრობითი სქესის არსებით სახელებთან და ასევე როდესაც არსებითი სახელი არის მრავლობითში. მაგალითად, die Augen, თვალები, მრავლობითშია ხო? Die Augen. ჩემი თვალები იქნება meine Augen, deine Augen, ანუ შენი თვალები, მისი თვალები, seine Augen, ან ihre Augen და ასე შემდეგ.